Strasbourg-იდან პრეზიდენტი დღეს კახეთს სტუმრობდა დედოფლის წყაროს რაიონში მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ფერმერთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მოქალაქეებს გაესაუბრა. შემდეგ პრეზიდენტმა სოფელ ქვემო ქედში სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა წყალი ყველა სოფელს პროექტის ფარგლებში. ქვემო ქედში თითქმის სასმელი წყლის 20 წლიანი პრობლემა მოგვარდება. საქართველოს სააკაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა ნახეთ რეპორტაჟი კახეთიდან. კახეთში მოსავლის ასაღებად ემზადებიან. რეგიონში სახნავ-სათესის სამუშაოები უკვე დასრულდა. 10,000 ჰექტარი მიწის დამუშავება დედოფლის წყაროს მოსახლეობამ ფერმერთა მომსახურების ცენტრის საშუალებით მოახერხა. 50 ტრაქტორი, 25 კომბაინი და 100-ზე მეტი სამეურნეო მანქანა. ადგილობრივებს სხვადასხვა ტექნიკით სარგებლობა შეღავათიან ფასებში შეუძლიათ. ახლად გახსნილი ობიექტი გლეხებს უფასო კონსულტაციას უწევს და მოსავლის იაფად მოყვანაში ეხმარება. ფერმერთა მომსახურების ცენტრში 50-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდა, რომლებიც კონკურსის წესით შეიშვნენ და ტრეინინგები გაიარეს. მოთხოვნა ძალიან დიდია, გლეხმა უკვე ის ძველი მოძველებული ტექნიკა რაც რამე იყო დაიწუნა იმის გულიზე, რომ ხარისხი აქვს ამას უმაღლესი, დანაკარგი ძალიან ცოტა აქვს და აღებაც წარმატებაც უფრო მეტი აქვს. უფრო მომავალწელს კიდევ 25-30%-იანი ზრდა ჰქონდეს დამუშავებაში. ასეთი ცენტრები მოგცემენ ჩვენ საშუალებას იმის, რომ უფრო მეტი მიწები იყოს დამუშავებული და უფრო მეტი ჩვენს გლეხობას დაუდგეთ გვერდში, იმისაც რომ თავიანთ მიწაზე მეტი მოსავალი მოიყვანოთ. ფერმერთა მომსახურების ცენტრში 42 სახეობის აგროოპერაციის შესრულებაა შესაძლებელი. აქ ადმინისტრაციის კორპუსი, ბანკი, შხამქიმიკატების და მინერალური სასუქების მაღაზია ფუნქციონირებს. ახალი ობიექტი დღეს მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად დაათვალიერა. პრეზიდენტი ცენტრის საქმიანობას გაეცნო და მომსახურე პერსონალს გაესაუბრა. კომბაინების დეფიციტი გვაქვს კიდე? ჩვენ კომბაინებს პრაქტიკულად რომელი მიწაც დღეს არის დამუშავებული ყველას ვერევით ჩამოგდის ამ პერიოდში ახლა დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებს უკვე შემოსვლას 25 კომბაინამდე კიდე შემოსვლა. ტრაქტორების დეფიციტი გვაქვს ხო? წელს დაახლოებით 350 წელს კიდევ ამით. ჩვენ ტრაქტორები სადღაც მე ვფიქრობ დაახლოებით 1000 გვჭირდება კიდე დამატებით რომ დეფიციტი გადავხაროთ. ესე იგი ამ ლეგალიზაციით რამდენი ტრაქტორი გამოაჩინა? ჩვენ ლეგალიზაციით ესე იგი პრაქტიკულად 3500 ტრაქტორი დავარეგისტრირეთ. 3500, ეხა ესე სულ რამდენი ყავს? სუნთლიანობაში ყავს დაახლოებით 5000 ტრაქტორი. სიამდვილეში 7-8 მაინც უნდა სულ იდეალში, მაგრამ 1000 მაინც უნდა რომ ეს დეფიციტი გადაიფაროს. ხალხისთვის ხელმისაწვდომია ეს ტრაქტორი. ხალხისთვის არის უფრო ხელმისაწვდომი, ჩვენ შარშანებთან შედარებით წელს გავაიაფეთ. მაგრამ დიზელის ფასი ხო ჩამოდის ახლა ქვემო? დიზელის ფასი ჩამოდის, მიუხედავად ამისა, ბატონო პრეზიდენტ, შარშანებთან შედარებით ჩვენ მაინც გავაიაფეთ, დიზელი რო გაძვირდა, მაშინ გავაიაფეთ, ეს თქო რომ დავავალეთ, გავაიაფეთ, კიდე გავაიაფებთ ახლა ამ დიზელთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვასწავლოთ იაფად მოყვანა მეტი პროდუქციის, ეს არის მთავარი ხა, ეს არის რაც რეალურად გამოკაჩავს სოფლის თლიანზე. ჯერჯერობით სოფლის მეურნეობა გვაქვს როგორც ძალიან ჩამორჩენილ ქვეყანას სამწუხაროდ და ოფისები და შესაძლებლობები გვაქვს როგორც წამყვან ევროპულ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას. აი ეს რო შევავიწრო და კონკრეტულ ადამიანამდე რომ მივიდეს, თავარი სხვა რომ გვაქვს და თავი მოწოდო. კონკრეტულ გაჭირვებულ სოფლის მაცხოვრებელთან მივიდეს ეს ამის ხელი ეს არის თავი. მიწის დამუშავებასა და მოსავლის აღებასთან ერთად დედოფლის წყაროს მოსახლეობას მალე წყლის პრობლემაც მოეხსნება. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება ქვემო ქედში იყო. სოფელს თითქმის 20 წელი წყალი არ მიეწოდებოდა. ადგილობრივებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის ყიდვა და ავზების ავსება უწევდათ. ქვემო ქედში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ანდრომდე ფაქტიურად წვიმაზე დამოკიდებულები იყვნენ. ვართ ძირითადად ავდრის წყლით, წვიმის წყლით. სასმელ წყალს კიდე პრიდულობთ ტრაქტორით მოდის ცისტერნა და პრიდულობთ. წყლის პრობლემა ამათ ისტორიულად აწუხებდათ და მე ნაკითხად რა უკვე სულ რამდენიმე თვეში ეს პრობლემა დაალაგდება და ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში მეწოდებათ სულთა ჯამთელი წყალი. ქვემო ქედში წყალმომარაგების სისტემის პირველი მილის შედუღების პროცესში დღეს სიმბოლურად მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. პროექტი, რომლის ღირებულება 480,000 ლარია, ორი ახალი ჭაბურღილის, წყალმომარაგების მაგისტრალური და შიდა ქსელების მოწყობას და თანამედროვე სატუმბო სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. თქვენი სოფელი თუ შევადარებთ ყველა სოფელს საქართველოში, შედარებით უფრო მიტოვებული იყო ყოველთვის მთელი ეს პერიოდის განმავლობაში. მე მარტო ჩემი ფუნქცია მარტო იქ არა რომ ჩავიდე სადაც რაღაცა გაკეთდა. ყველაზე მეტად უნდა ჩავიდე იქ სადაც თითქმის არაფერი არ გაკეთებულა. გამოვიარე ცოტა სკოლა შეკეთებულია რაღაც პატარა ეს გზა ცოტა დაიფრეზა, მაგრამ აქ არის გასაკეთებელი. აქ სოფელი იცლებოდა წლების განმავლობაში, იმიტომ რომ არ იყო გზა და არ არის წყალი.
ჩვენ წელს ვაკეთებთ წყალს იმ დონეზე რაც არის, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა რომ საქართველოში არა მხოლოდ არც ერთი ქალაქი არ დარჩეს, რომ არ იყოს 20 საათიანი წყალმომარაგება, არამედ არც ერთი სოფელი არ დარჩეს, სადაც არ იქნება წყალი რამე სახით მაინც. და განცდა იმისა, რომ ქვეყნის გადასაკარგავშია სოფელი უნდა გაქრეს. ამიტომ აქ ხეხა მოყავს წყალი და წელს ვიწყებთ გზას და დავუმთავრებთ მომავალ წელს გზას, რომელიც ნორმალურ გზით დაგაკავშირებთ დანარჩენ საქართველოს და დანარჩენ სამყაროს. ეს არის საქართველოს ბეღელი აქა. მართლა კარგია რომ წელს ბევრად მეტად დამუშავდა მიწები და შარშან მეტად დამუშავდა. მე ხა შევხედე სოფ ტექნიკაში ვიყავი და ვნახე იქ როგორ არის და აკეთება ამისთვის რომ მეტი დამუშავოთ. მაგრამ თუ სახში არ გექნათ წყალი, თუ აქამდე არ მოგიყვანათ კარგმა გზამ, რა თქმა უნდა ჩვენ ამ სოფლისდაც დაცდას ვერ შევაჩერებ და ეს ბიზანია რომ პირიქით ხალხი აქ ცხოვრობდეს ისეთივე პირობებში, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული კომფორტთან და ქალაქთან. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ მე ძალიან განვიცდი, რომ აქამდე ეს სოფელი იყო შედარებით მიტოვებული. და ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, საქმე ძალიან კარგად ვიცი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათგან პრობლემები და ახალი იდეები მოისმინა. მიწის დამუშავება როგორ მიდის? აქამდე როგორ უნდა მოახციოს ტექნიკა, რომ განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ აი ამ სოფელში ამ აი ამ კვირეებში გჭირდებათ ხა ტექნიკა და იგვიან. სხვა მოსახლეობად ეხლა არ ჭირდება. აღების პერიოდში დაგჭირდება. აღების პერიოდში, როცა ქერის აღება ხომ აღების პერიოდში დაჭირდება. ამ თვის ბოლოს და ივლისში. ამიტომ დროზე შევატარებთ განაცხადებს, დიზელის ფასი ჩამოდის ქვემოთ ეხლა სოფლიო ბაზრებს და ამიტომ შესაძლოა უჩნდებათ ამათ. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაგჭირდეს არც ერთი მოწყვეტილი ადგილი. ეხლა ხო ხედავთ აქ პრობლემებია. ქვემოთ ნახეთ, იქ შედარებით უკეთესად არის საქმე. ამიტომ სადაც პრობლემია, იქ უნდა მივიტანოთ პირველ რიგში ტექნიკა. ბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი აქ ჩამოგზავნებისთვის, ამ ხელა ყურადღებისთვის. მე თვითონ წარმოშობით გორიდანა ვარ. გორში ცხოვრობდით. 2008 წელს ჩვენ უბანმა გადავწყვიტეთ, რომ სისხლით ჩავგვებარებინა და ამით დაჭრილ ბიჭებს დახმარებოდით. აღმომაჩნდა ცეჰეპატიტი. ნიკა კიფშიძეს ხელმძღვანელობით რესპუბლიკაში დავნერგეთ ეს რაღაც ახალი ტექნოლოგია სტემსელების სხეროვანი უჯრედების, რომლითაც ჩვენი მეთოდებით ახლა უფრო რადიკალურად გამკურნავთ და მაგაში სპეციალური გამოყავით საპრეზიდენტო ფონდიდან. იმიტომ რომ ძალიან ბევრს ეხება და მართლა მოდებულია მედიოლები ეპიდემია. საქართველოს ყველაზე მეტი პრობლემა ეგ ვარ. მოგხედავთ არის მე თქვენ. მოგესალმებით. ძალიან დიპლომატიის აქცენტი და ძალიან ბევრი რამე გააკეთეთ. აი ჩვენ სოფლებს სარწყავი სჭირდება. აუცილებლად უნდა სარწყავი ჩვენ სოფლებს, იმიტომ რომ აი ეს გაღმა მთები რო არის, მაგ მთებზე შეიძლება მე პროექტი მაქვს შედგენილი რაღაც პატარა. გოგია მინოდაური. ეს რო აზერბაიჯანს უნდა აღწერდეს ეგეთი რაღაცები დროზე რა. ეხლა ეს 15 ჰესი რო შენდება, ერთის დავამატოთ და აქ ავაშენოთ ერთი ჰესი. რა საინტერესო იდეა, აი როგორი შემოქმედი ხალხი ცხოვრობს, თქვენ ამდე კიდე არ მოსულა ეს შეიძლება რა წესი. 30 წელიწადი ეს პროექტი მაქვს მე 30 წელიწადი. გამარკვევით აუცილებლად. მოგეთ ხალხს უნდა მოსმინოთ მეტი. სოფელ ქვემოქედში სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 60-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი 2700 მოსახლე წყალს ყოველდღიურად 12 საათიანი გრაფიკით მიიღებს.